და ჩვენ მივდივართ ესპანეთში. ძალიან მალე მოვიდა დრო, როდესაც ჩვენ მივდივართ ესპანეთში. სერიოზული მოგზაურობა გველის წინ, აი დღეს უნდა აგვეხეს სახე. თავარია ყველაფერი ჩატარდეს მშვიდობით ვიფრინოთ და ყველაფერი პირველ რიგში ჩაუფრინავთ. ჩაუფრინდებით. მადრიდში. არა, თურქეთიდან გადავუფრინდებით მადრიდში. მადრიდიდან გადავუფრინდებით ლისაბონში და დანარჩენს თქვენ თუნდაც გაიგებთ. იმედია მოგვეწონება. ძალიან მოგვეწონება. და всё, მორჩა ჩასხლობა დაიწყო. ეხლა ჩავსხლები და გავუფრინდებით ქურთეთში. პირველად უყურეთ ფინალში. სპექტაკლი ოპერატორი. პოზიცია დეტკოს უნდა უყუროთ საერთოდ. ჩამოვფრინდით მადრიდში. ძალიან დიდი ხანი დაველოდო ფინალს. ვიცი რა, ჯერ უნდა გავაკეთოთ საიდან უნდა გავფრინდეთ. მე დავბინავდებით და რაღაც მოვიქცეთ. მოკლედ თავის დროზე ვფიქრეთ, რომ მადრიდში გავუჭირდებოდა, ლისაბონის დაუდებოდა, სენდვიჩები გავკეთეთ, ჩვენ რო წავიდეთ და აქედან რაღაცები გააჩერს და ისა. ეჩენი ასე რომ არ გვიჭირს რა. ეს სენდვიჩები კიდევ მოხდება. ესეთი კარგი ბიჭი არის, სულ მოიფიქრა იქ ყველაფერი. გუიანი არის გარემო. რომელ ხარი არის, გულშიკაზე ხახა. იცი რა? აი, მოყვა. კაი, ოგეყო. მოკლედ მოგზაურობამ ხომ უნდა ჩაიაროს ისე ექსესების გარეშე რა. ექსესია. 1-4 საათად შემოვედით და ის გავიარეთ რა ქვია, კონტროლი, security check-ი თუ რაც არის და კეთემ შეგით ხება უკაც მოსწევიო წამა. თან ბოლოგერიც არ მომიწევია, რომ შემოსulis წინ რო ეწევი, ხო იცი, ეგრეც არ მომიწევია და ეხა გავარკვირო თურმე აქ მოსაწევი არია, არ ქონიათ მადრიდში. ჩამოვედი როგორც იქნა პორტუგალიაში, ლისაბონში. ცოტა ვიჩქარეთ, გვიგონა რომ მეტროს გამოსვით. აუსტარდოს გავარკვიეთ. წუთში და 40 წამში მოვა მეტრო. ამდენადაც ვარკვევთ ისე რა ქვია, სწორად ავართ. აქ სწორად ავართ და უბერის გამოძახებას ვაპირებდით, მაგრამ რა ხანი მოვასწარი და გითხრეს რომ ანუ ღია იყო. ჩამოვიდით. და უბერი კიდე საქმესაგვახება. ხო, არ ვიცი, ამობენ იაფია ტაქსებიო. მე მიცადეო. ამოხილდანი. მოვედით ჩვენს პირველ სასტუმროში, ეს არის პორტუგალიაში, ძალიან ვიწროა და სუფთაა. რაც თავარია. ეხლა დავისვენებ და დანარჩენი ხვალიდან შევბეროთ. ორ ვარსკვლავიან სასტუმროში ჩვენიერი საოცნეები რა. ყველაფერი აი მინიმალური რაც არის. წვენი ხლოპიები, რა ვიცი, ხვები, ვერცხი, საუზმეში რაც შედის ყველაფერი არის. ეს არის მაგალითი ნაციონალური ჯორდეზმეთ რა არის ხეთი რომ მოვკითხავს ახალს და გავსინჯოთ. აქ არ მგონი ეს სწავლობს, მაგრამ მე ქალაქში ვჭამ. ოღონდ რა არის ამას რა ქვია? აზე. მე რა გასინჯე? ეს მილეგერდაი. აი ხო გასინჯე. რა არის ხლოპიები? კარგი იყო. აა დაიჭი. ჩვენ გავსინჯოთ რა არის. კაია? კამერა უშტო, ნახე. არ მოგეწონა? ხო, ყველაულია მე ყოლი მეგობრებო. მე შეგნები. მაგაა. ეხლა გამოვედით ლისაბონის დასათვალიერებლად და პირველ რიგში მივდივართ ოკეანესთან. ნახტაბა იქნება. აი ეს თუ იმეს გავჩემჩნეული თბილისში, საქართველოში რა. 15 წლარების. იყადავით რა ვარ. ეხლა მინდა მივიდეთ ვასკო და გამას ხიდთან რა. ერთ-ერთი აი სადაც ჩვენ ვართ, მან აქედან ერთადერთი ავტობუსი მიდის მიმართულებით და დავირულოთ ძალიან დიდი ხანი, 1-10 წუთია ველოდებით და 1-20 წუთი პიროვნა ველოდოთ და ცოტა ტურისტულად არაკომფორტული ქალაქი მეჩვენი რომ მე არ და სხვა ყველა ავტობუსი 1-10 ჯერ მოვიდა უკვე.
ეხლა მალე პოკუნა დაინახავს პირველად ოკეანეს. მოვედით ბასკო თუ ასკო და გამას ხიდთან ოკეანეზე. მაყოფილი ხარ? არა. ხო თუ არა? არა. არა, ლამაზი ნახე რა ლამაზი. ამ ხმელა სადგარადის არიცევად. ეხლა ვარ ბასკო და გამას ხიდთან რაღაც სასწაულს ვველოდებოდით, მაგრამ ბევრი არაფერი. ხიდი რა. უკეთესი ხმა, ეხლა წავიდეთ ოკეანარიუმში, სად თუ რამე შეხვდება გაჩვენებთ. ოკეი. ეხლა გადავდივართ ბასკო და გამას სავაჭრო ცენტრში. მე მინდა ზარაში ვიყიდო ქურთუკი. თან შევადაროთ, აბა რა იქნება ფასები და იგივე იქნება ვნახე უკვე ონლაინ. ხახა. ეხლა ვართ უკვე ბასკო და გამას სავაჭრო ცენტრში. კახა შედის თიმბერლენდში, მე ზარას ვეძებ. კეტუშკი თავის სასურველ ტურტკას მიაგნოთ რავი რაც არის და სულ რაღაც 23 евро გვერდს. ძალიან ლამაზია. ახლა მოვედით ოკეანარიუმში. შევალთ აუცილებლად და ვნახავთ რა ხდება. იმედია მივაგნებ შესვლას რაღაცა. აი იქ თარქავ. შემოვედით ოკეანარიუმში. დავიწყეთ დიდი, იმებით, რა ქვია, აკვარიუმებით. ჯერჯერობით რაღაც სასწაული არაფერია, თუ რამე იქნება ლამაზი, შემდეგ გაჩვენებთ. ფასი ღირდა 25 евро ერთ კაცზე. ოკეანარიუმის ზედა სართულზე ვართ. ჯერჯერობით რაღაცა მსგავსი ის არის. აქ რამე, რავი, ჩიტუნა. ჯერჯერობით რო ხდება. თუმცა არაფერი დაცურავს. ასეთი დაცურავს. რაღაც პინგვინები, ესე მე პინგვინები არიან. რაღაც პინგვინები. ფეიქი პინგვინები. ბოლთ ამათ შეხედეთ, რა ახლოს არიან, შეგიძლია? ფენთ მიცვედა. დაიყვანოს არჩე, არაო. წყალზე სკატმა ამოცურა. ჰაერს იღებს და მე ჩავაისო უკან. როგორ ხარ, ძიძილებო? მითხარით რამე რა. რა მაგარია. სუიანგო. რეკან ვიდეოს გიყევ. ლამაზო. შემოვიდეთ, რაღაცა 3D ოთახია თუ რავი რა არის. სადაც ისეთი გარემოა შექმნილი, თითქოს ავატარში ხარ. ეხლა ხელს გაავწვდე და შეუერთება მას ჩემ კუდს. თუ თმას თუ რაც არის. ეს ვეშაპი მოცურავს ჩემთან. ვაიმე! ამან ეხა გამიცურა. კარგად ვეშაპო. ვაიმე რა ტიპები არიან ესენი, ვინ არიან? ნახე. ფუ, რას აკეთებ, ბიჭო? ფუ! არ შეიძლება მოსყოლება იმას უყუროთ. ვაიმე, ყინულს ნახე რა საყვარლად ჭამს. აი ხო ჭამს ყინულს. შენც მიდი, შენც ჭამე ყინული, ტრაგის ჭამას. ეს პატარა ზვიანგია მე მგონი. ზებრა ზვიანგი. არა, წიგროვი ზვიანგია ეს უკაცრავად. ეხლა დაგდო იმიტომ რომ ჩვენ ვიდეოს გადაღება დავიწყეთ. ეხლა პუჭურიკა ფუთევზები მანდ. ეს პატარა ეს. ხო, ის ძალიან დიდი იყო. აი, ის არის ხო, აი. მამა გლაკა. ხოდა ზოგადად და არ მოდის. მოვიდა?
ხმამაღლა ილაპარაკე. ეხლა მოდის, ეგენი მოემზადეს. ხომ უნდა კიჭები ნახე. ნახე დიდი ზვიგენი. ხო, ნახეს. კიდე ჩავხტე იქ. ხო, გვინდა. აი ბავშვები მოდიან ხალხო. წავედი. ხა არის ძალიან გაბრაზებული. იმი რატო ხარ? მეტროს ვერ პოულობ. ნიშნები არის ეს. ნიშანი იყო პატარა ძალიან. პატარა. ხო, პატარა არის ნიშნები. ხა. ხო. ეხა მივდივართ სახლში, რომ გამოვიცვალოთ, დავყაროთ ზედმეტი ნივთები და წამოვიდეთ საჭმელად და მერე ბელემ თაუერს რომ წავიდეთ. სასტუმრო სიმცირის გამო აქ მოვაწყობა unboxing-ს. Lidl-ში ვიყავით, ვიყიდეთ ეს, ალბათ 330-იანია, ხო, 330-იანი. ეს ვიყიდეთ. რა თქმა უნდა, ესეც ვიყიდეთ, იმიტომ რომ ცნობილი ლოთი ვარ. ეს 3, აი ეს ჩიპსი ვიყიდეთ. განსაკუთრებული არაფერი და ვიყიდეთ აი ეს, 9 კილო. და გადავიხადეთ სულ რაღაც 7 ევრო, ჩამოდით ყველა ევროპაში. ჩვენ ვართ ახლა პრაკა დე კომერციასთან, ოღონდ უკნიდან. იქით არის სკვერი და მივდივართ ახლა რომ ნახოთ წინიდან, იმიტომ რომ არასწორად მოვასწრად ამოვედით, ანუ ესე მოვედით. თურმე რა ლამაზი ყოფილა პორტუგალია და პრაღა. თუ რა სადავართ ლესო. ვიყავით ლისაბონის ერთ ადგილას და მომოვით რომ რა საშინელებაა და არა და რა საშინელებაა. ულამაზესია. ნამდვილად. მოკლედ რა სხვა პორტუგალიაში ყია და რა ქვია ლისბონში ვიყავით, ლისაბონში ვიყავით და სხვა ლისაბონი აქეთ. ეს არის რადიკალურად გასწორებული და ხო რა ლამაზია. აუ ამის გადაგება დავუწყე. გადაიგე. რა? ხო, იმენი სურათები ვიღეთ. ჩამო. ვიძახოთ გაჩამო. ამის შეიძლება არც. არა. აი უნდა ავიდეთ ხოლმე. ხვალ იმ ხო ის ხედიდან უნდა გად. არა, მაგრამ ძალიან ლამაზია. ხო. ეხლა სად მივდივართ ჩემო ხახა? მგონი საჭმელად შეხვდა, საჭმელად მივდივართ. რაღაცა ბაზარი ორბელია. Time out market-ში. კი. წავედით. აი ეს ნაწილი. აი არ ვიცი როგორ განაყოფა. აი ეს ნაწილი. ხო, აქ ეს ჩემი ვარაუდით უბრალოდ არ ვიცი. ხო. აი ეს არის ძალიან ლამაზი ხიდი, მაგრამ ანუ კინოს გავს აქაურობა, ისეთი ლამაზი არის. არასოდეს ხან ვიყავით მისულებით. არა, ისიც სანახაობაში არის, რო იცოდე. არ მოეწონა ხახას ვასკო და გამას ხიდი. ხო, და ეს არის ულამაზესი. მოკლედ, აქ არის სხვადასხვა დროშუნების კაცუნები. საქართველოს არ არის. ამიტომ not appreciate. მაგრამ საყვარლობა არის ნამდვილად. თან კიდია პორტუგალიის დროშა. აჰა. კაი, წავედით. პირველად არის რა, სადღაც ქვეყანაში ვარ, ან ქალაქში, ან აქცეობა და ქართველების ხმა არის. ხო. სად ხარ ქართველები? ლისაბონში ჩამოდი ქართველები. რავი, თქო კარგია, ხო? აქაურობა დასაფლული ქვეყანა რაღაცა იპარება. ვიმეყორთე ჯერ. ჩვენ მოვიდეთ time out market-ში, სადაც აი ორბელიანისნაირი რაღაცებია რა, ბაზარი ორბელიანის რაღაც. სხვადასხვა სივრცეა და სხვადასხვა რაღაც იყიდება. არის ძალიან კაი, ძალიან კაი ასილია, მე ძალიან და არის ძალიან ბევრი ობიექტი. აი რავი, დაათვალიერებელი. ჩამოვიაროთ ეხლა. მოკლედ აქ განსაკუთრებული არაფერია, არის ეხლა რომ ავიღოთ რაღაც. თან ადგილიც არ არის. ხო, ფიზიკურად ადგილი არის სამერო დავით. ამიტომ სავალესალმე ნორმალურ რესტორანში, კაფეში ვისაუბრებთ. ხო, კაი. როგორც ყოველთვის საჭმელების ძიებაში დავიკარგეთ, ვერაფერს ვერ პოულობთ, არაფერი არ ვიცით რა გვია. და ძალიან ხშია. ბარებია, რაღაცებია, მაგრამ საჭმელებს ვერ ვაგნებთ. ყველა ღია სივრცეა. დახურული სივრცე არცადა არის წესიერი. დავით ანჯე. სადღაც რესტორანში შემოვედით, აი ესე ქვია. წარმოდგენა არ მაქვს. ფასებიც არ ვიცით, სახელებიც არ ვიცით. ეს კესადილია უკითხეს. ეს რაღაცა ცივიწმიანია. წარმოდგენა არ მაქვს რა და ესეც არ ვიცით რა არის. კეთი მაიღო ყველაფერი და თვითონაც არ იცის რა არის და. ნახოთ აბა რა გამოვა, შევაფასოთ.
რა არის სავლის გაჭერი კაია ამდენი არის შენთვის ცხრა აი ეს აიღე ცხრა ყოფილა აი პოსტერი შემია პორცია შეგან არასოჯამი აქ ყოფილა ისეთი რაღაცეები დავარაულო თესეშორო დავყაროთ ეს დავყაროთ მოვაცუროთ და დაკონტროლ ეკენ სადილია? რა არის, აბა? იმერული ხაჭაპურია. მაღლა? გემრიელია? ძალიან მიერია, მარკო. არ ვიცი, სორკესოველი არ ჩამსვლა, მაგრამ ეს არის იმერული ხაჭაპური და მოყვა რაღაცეები რა, გუაკამოლე და რაღაცეები. всё, მეტი არ არის. მაგრამ ძალიან მიერია, ხოთშო ძალიან კარგი. წაუსვათ აბა. მაგას ამწარე არის. ჩვენი მიაყოლა. რა აი. აი, მე. ეს რა არის? და მაინტერესებს რა არის? მე უკვე სულათავა და ჯერ ეს არ გვიჭამია და ესო და დავშე და აი ეს არ ვიცი მოუყუდი უკვე რა შემია არ მოიწონა მოკლედ ეხლა ისა ცოტა შიგნით ტურისტულ უბანში ვიყავი და ორჯერ შემოგთავაზეს კოკაინი რა არ ვიცი დავფიქრ ჩვენს დავფიქრეთ ნამდვილად გვინდა იქნებ გვინდა და ხო არ გავიყნასოთ კოკაინი გავიყნასოთ არა მაგ სიტყვას მე მგონი ტუები უნდა დავაროთ რა სიტყვაში ხო კაი თორე ბავშვები ვიყურებენ ჩვენ წინა ვიდეოს 9 ნახვა ქონდა ასე რომ ძალიან ბევრი ბავშვი ვიყურებს ერთ ხუთჯერ ჩვენ ნახეთ უკვე ნიღბებით უნდა ვიაროთ ზოგი ინფლუენსერად არის ეგ ხო არ ვიცი ხო ნიღბებით უნდა დასრულდა პირველი დღე მივდივართ სასტუმროში აი წითელი თავზე რო ადგას ეგ არის ჩვენი სასტუმრო ეს ჩვენი მქუთუნა რომელსაც ძალიან ცილა დარბის როგორ გათბეს და დარბის წავედით შემდეგი დღე შემდეგი ეხლა ვაჩვენებთ მარტოს რომ კარგუნებს დღე არ დაგვისრულებია ხო პიპრინავი ეხლა ვჭამთ მარწუს ლიდერში ვიყიდეთ რაღაცა რამდენია 9 კილო არის 2.50 ევროთ და არ ჭირდება შაქარი ეხლა არ ვიცი ეხლა ვარ თეატრთან აბა ეს თეატრია? ნაციონალური თეატრია ოი რა კაია ეხლა გავიგეთ ამ წამს მივდივართ რაღაცა ის არის ლისბონში არის პატარა უბნები neighborhoods ქვია რა აი სამეზობლოები და არის პატარა ვიწრო ქუჩები რომელიც არის ტურისტების სავსე ერთ-ერთი არის ეს ეხლა სადაც მივდივართ ხო რეალურად მივდივართ ტრამვაის გაჩერებაზე მაგრამ ბევრი
რაღაც ვნახეთ ფეხდაფეხას არ მოვეღებთ. და ეს ტრამი სადაც უნდა ჩავსხდეთ არის 28 ნომერი, რომელიც შემოვლის ქალაქის ყველა ღირს შესანიშნაობას. იმედია ჩავიждებით და ყველა არ ლაპარაკობს ამდენს. იმედია. კარგი. Bye bye. უბრალოდ შეხედეთ 28 ტრამვაიზე რამხელა რიგია. იმედია მალე გაივლის. წავედით. საათნახევრიანი ლოგინის შემდეგ როგორც დავედით 28 ნომერ ტრამვაიში და იმედია ღირდა. იმედია ძალიან დავიღალეთ. ეს თქო უნდა შემოვიაროთ თები ქალაქი და ყველაფერი უნდა ვნახოთ. ყველა ღირს შესანიშნაობა. ნამდვილად. აბა, როგორ ახარ? ლამაზესი ისინი არაფერია. ჩემი გოგონა ტრამვაი დაუშვება ისახება თვითონ ძალიან სანახავი შეებია და ფაქტობრივად მასაც ვერ ნახავი. თუნდაც აბურე ამ ტრამვაით უცხო ჩემო. ნამდვილად. მოვედით LGBT კაფესთან. აქ ყველაფერი სასარტყელებშია. ეხლა მივდივარ ბელემ თაუერთან. ეხლა მივდივართ ბელემ თაუერთან. ხო, 28 ნომერმა ტრამმა, 28 ნომერმა ტრამვაიმ დაგლიჯა ხალხო. უეჭველი გამოიყენეთ, თქო ჩვენ მივხარეთ ის, რომ შუაში აი მაღალი წერტილი როა მიხვდებით, რა თქმა უნდა, გადასახედებია ძალიან ლამაზი. იქ არ ჩამოვეთ, იმიტომ რომ იქ შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ. და დაიღოთ ლამაზი სურათები და კვეთხედით კაფეში დაждეთ და მე ისე გავიგზავნოთ 28 ტრამვაით რა. მოძრაობა. ბოლო გაჩერებაზე კიდე ახლა ჩამოცრუმსულდებით აი აქ სანაპიროზე, აქეთ არის სანაპირო და წავალთ ახლა ბელემ თაუერში გავაგზავნებთ მოგზაურობას. არ ვიცი თუ დრო დაგვრჩა კიდე გამოვიყენოთ 28 ტრამვაის და ავალ ისევ მაღლა. ულამაზესი ხედი იყო, აი ულამაზესი. მართლაც რომ ხალხო მარადროს დაამეწონება ის. ახლა ვიღებთ ბურგერ კინგის მენიუს, ჰა? მოდი ბარე მაგ ხარდა შენ. ოკეი. ბურგერ კინგის მენიუ და ფასებს უბრალოდ შეხედეთ რა, აი რამდენად იაფია. ამათვის ბურგერ კინგი. ამას გიღებდი. ძალიან კაია მე, ამიტომ. ეს ხორდი. და კიდე არის რა მე 1+1-ები არის, ორი ცალი ბურგერი ვკარგოთ. კაი, ნახოთ მე რას გამოვიძახებთ კიდე შევყვეთოთ. ეს არის ჩემი ბურგერ კინგი 27 ევროიანი მენიუ. ნარევშთა. აუ, რა ხდება? უცნობ მომხდა იყო. ბურგერს აღარ დავიმატებდი. ხახტობ ამხილა და ეს 60 რა. ჩემ ფიქრებში ჩავთქვი შრამის. კაია. ჩვენთან ერთად ბურგერ კინგში ფრედი გულაობს. დაწახვედი ბიჭო. შოქში ხარ? არა. პორტუგალიაში ხარ? ხო. ხო. მოკლედ ვართ ჯერონიმოს მონასტერთან. ჟერონიმოს მონასტერთან. ზებნილების და ჯერონიმოს მონასტერი. კეთიმ გაუშვა თავისი იუმორი. რას ამბობ? ხო და ის აი რა ქვია. ძალიან ლამაზი ადგილია. შიგნით არ შევალთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი რიგია. მოკლედ ეს არის მონუმენტი მიძღვნილი აღმოჩენებისათვის. ანუ ზუსტად არ ვიცი ისტორია, რო გამოვთავთ კამერას, მე უნდა გავიგოთ. მაგრამ ასე ქვია. მონუმენტი აღმოჩენებისთვის. მაშა, რა ლამაზია. ლამაზი არის, მაგრამ უფრო ლამაზი არის, უფრო ლამაზი რა, ჩემთვის ამას არანაირი დანიშნულება არ აქვს. აი აქ.
სუნიც კი ვერ აგიხსნით სუნს ახლა, მაგრამ აი რა ვეუბნებოდესია. ეხლა მე და ხახა ვაპირებთ. არ გამეცშოს მე. ეხლა მე და ხახა ვაპირებთ. რომ აი აქ დავსხდეთ და ცოტა ხანი დავისვენოთ. ვიტყვი ძალიან სასიამოვნო არ ყოფნა. კარგი. ჩემი აზრით მნიშვნელოვანი არ არის მოგზაურობისას სურათები და რაღაცა მსგავსი მაიმუნები რა. ჩემი აზრით მნიშვნელოვანია დატყვე მომენტი. აი ახლა ამას ვიყურია. ზიხარ უყურებ წყალს, როგორ ღელავს. იქით მოსვლას უკრავენ და შენ საყვარელი ადამიანთან ერთად ყვები ამ მომენტს. დატყვით მეტი მომენტი, სადაც ავდივარ. ვაპირებთ უკვე სახელმწიფოს იმიტომ ძალიან დავიღალეთ ბევრი არის და თან სათვალე დაგვრჩა და ძალიან მაგარი მზიარი გვაჭყუტუნებს სახეში. ხო, მაგრამ ეხლა რა ხდება? მოვედით მეტროს გაჩერებას, სადაც არის იქ, საიდანაც უნდა წავიდეთ. მაგრამ გავხედეთ და აქვე არის ეს ბელენ თაუერი, ინგლისურად ბელენ არის და ქართულად ბელენ თაუერს ეწოდება. და ხახამ როგორ წავიდეთ სახში რომ აქვე არის რა ვნახოთო? ვნახოთ მეთქი. ხო და ეხლა მივიდივართ რომ ვნახოთ, სურათები გადავიღოთ და ტკბეთ, იმიტომ რომ იქიდან რომ ესეთი კარგი ხედი იყო, აქედან უკეთესი ხედი იქნება, იმიტომ რომ ოკეანე ჩანს ესე ჩალუწვენელი და მე წავალ სახში დავისვენებთ და მე კიდე სადმე წავალთ. კარგი. მოვედით ჯერ სად? ბელემ თაუერში მოვედით თაუერთან და ულამაზესი ადგილი აქ ცოტა წყალი რო ადიდება მე მგონი უფრო კარგი იქნება ნახე რა ლამაზია ეს და გამორებული აქ ნაგავია მაგრამ ყველაფერი ლამაზად აჰა ნახეთ ხახო კახა ოპერატორი ხახა მე რა ლამაზი კადრიები ძალიან ლამაზი ხარ ხახლიკა მოგონა შენ ჩემი ფეისი ხარ ეს favorite face და რა კაი კაი ვეღარ ვთიშავე არტიხელია ეხლა დავიღალეთ და ვცდილობ სახში წავიდე და პროსტა რასი ლამაზი აი დამაგარია რა თვალით სხვანაირი არის არა ეს ნახე რა ლამაზი ქუჩა ეს რა ლამაზი ქუჩა იყო უნდა გენახოთ რომ ჩამოვედი აუ რა მაგარია ნახე და მატარებლის გზა არის ზემოთ სამანქანო რამხელა კოლონებია აი რამხელა შრომადებს ამაში ცოტა კეთოშკი გამიწვალა და ცხვერდან სისხლები წამოვიდა და ძალიან იტანჯა გზაში მაგრამ ეხლა მივედი სასტუმროში უკვე არის 7 საათია ძალიან დავიღალეთ გეგმავთ რომ 12-ზე გავიდეთ მეტროთი რა აეროპორტში დაველოდოთ ფრენას უბერში აეროპორტში დაველოდოთ ფრენას მოკლედ რა და ნახოთ აბა რა სულზად როგორ უნდა არის გამოვალ თუ არა კიდე ქალაქში არის ლისაბონში თუ ჩამოხვალთ იარეთ სულ ტაქსით რა ტრანსპორტის სიარულე არის საშინელი აი არ ღირს გეფიცები მაშინ ჩამოხვალთ ჩამოიტანეთ 300 ევროზე მეტად თუ ტაქსით იარო ნაბლოდ გაუბედურება მე ჯგუფე შეთ ყველგან 1-20 წუთი ნახევარი საათი ელოდება აი დღის 90% ტრანსპორტში ატარებს ესენი ტრანსპორტის ლოდინში ვერ ლოდინში და ტრანსპორტში რეისიც ერავეცა ო იმის თქმა დაგვავიწყო ლისაბონს ტოვებთ ჩვენ ტოვებთ ლისაბონს და მივდივართ ლისაბონიდან და ბარსელონაში შემდეგი ჩართო ბარსელონაში მივდივართ პორტუგალიიდან კონჯერ 4 საათი აქ ჩეკინს ვერ დაველოდოთ და თან ვუყლუცუნებთ მე განკეთიშკი წავუვალყობთ წინასწარ შევიძინეთ ჩვენ ხალხად აბა შეგებით პორტუგალია და იმედი აუდეს მე დავბრუნდებით და უფრო კარგი დღეს გავაკეთებ გამოდენილი საათია ინტანჯვა წამების შემდეგ ჩამოვედით როგორც იქნა ბარსელონაში და ნახევრად გზინა ჯერ კიდევ ვერ გავაფრთხილდით ჩამოვედით ბარსელონაში როგორც იქნა შუადღეა უძინარები რა ვიცი ნომები დავდივარ და ეხლა წავალ ჯერ შევჭამთ ჩემი 7 წლის უნახავი დეიდა ვნახე ხო დეიდა ყოფილა
ჩემი 7 წელს ვნახავი დეი დავნახე და ეხლა წავალ სანმე რამე შევჭამ და მე რამეს ვნახავთ. საქართველოში პაეიას ხეთუშკი მოიტდა შეუკვეთა რაღაცა გემრიელობა, აბა გასინჯე, მიდი გასინჯე. აი არა მეზარება. კაი, მე გავსინჯოთ. დავай გასინჯე. ალბათ ესე უნდა გადავა. ხო, მიდი პოზი, აბა რა. მე კი პირდაპირ შეჭამდი. კაი, არა. ძალიან კაია თუ არა კაი? არა, კაი არის. მოგეწონება. კარგი მოგვეწონება. მოგვეწონა რა გემრიელია ხაბო. ესპანელიც მოგვივიდა უკვე ეთქო რომ ძალიან გემრიელია. არა გავსინჯავთ მაინც. არ გვენდოთ სიტყვაზე. სადა ვართ, რა ვართ? არკ დე ტრიუმფზე. ტრიუმფზე ვართ. გამოგვიტრიუმფზე ვართ, სადაც რაღაცა. გამარჯვების თან. რაღაცა ფესტივალი ან სირბილი ან რაღაცა ჩატარდა და ხალხი გულაობს რა. პაკუნა იცეკვე, მიდი იცეკვე. ჰოლა. აი ესე ცხოვრობს ხალხი ჩვენს გვინდა ესე ცხოვრ. მარათონი ყოფილა ხალხო, მარათონი, ხალხი დარბის თურმე. უსაქმურები ესე, უსაქმურები. ლალი დავკარგეთ მე მგონი. არ ყოფილა ლალი. უბრალოდ დადიხარ და ტყვევია, ისეთი ლამაზი ქუჩებია. ნახეთ, ირგვლივ არის სილამაზე. ვიწრო ქუჩებია და ხალხი და სიცოცხლე წავსია. ძალიან მომწონს აქაურობა. შოკოლადის მუზეუმში მოვედით. სადაც ლამაზ შოკოლადებია. ჩემზე რა ვიყოს ახლა მას. უცე ჯანმრთელობა არ გამიჩნევს, ხო? თითოეთოს ყველას გავსენჯავდი. არა? გარდავიცვლები ამდენად ჯამ. ეს არის შოკოლადის მუზეუმში შესასვლელი ბილეთი. ნუ თვითონ შოკოლადია. ჩაიკეტოს. არ იკეტება. აი ჩაიკეტა. ეხლა დავასკანეროთ. შოკოლადი დავასკანერეთ და შევედით. და. ეს შოკოლადების არის? ეს შოკოლადია? ჰა? არ გადამრიგე. გადაო, პოკუნათ მე მიშჩინ. ვაიმე, რა მაგარია შევჭამდი ხამებს. ჩემი ტიპებს რამდენი ნამუშევარი აქვს. ოღონ ძალიან ძველია უყურე. აქ დავდე? თქვი რამე. ახალია 2022-ში გაკეთებული. თქვი. ისინი ძალიან ძველია. მოგლეთ ეს რო იცოდეთ მეტრ ნახევარია სიმაღლეში. 160 კილოგრამია წონა და არის სუმთლიანად შოკოლადის. ეს კი ჩემი ცოლია. ესე შოკოლადის გოგოა. ჩემი შოკოლადი. არა ეს უფრო მძიმე შოკოლადია. ოდესღაც შოკოლადს ამზადებდნენ მსგავსი დანადგარებით. დღესდღეობით რო ისა რაღაც სასწაულები რო ხდება, ეგრე კი არის ძმაო. აჰა, ნახე ხალხი როგორ ტანჯებოდა. იმე. ვილი ვონკა სად არის გამოვიდეს? ნახე ტიპები რეები წვალობდნენ. ჩემი ტკვილი. ჩემი შოკოლადი ხარ შენ. აუ, ნახე რითი ნაყავდნენ ტიპები ჩემ. რამდენი წვალობდნენ. შოკოლადის მუზეუმში მალე კონდაქტია ცხელ შოკოლადები რაღაცა. ეს არის შოკოლადებია და ეხლა გავსინჯოთ და გეტყვით როგორი იქნება, ხო? ხო. ჩემ შოკოლადის გოგოს შოკოლადი უყვარს. გავსინჯო უკვე? არ გინდა? ხო. მიდი. აბა გვაჩვენე შეგინდა როგორია? გამერეზე. ფისტა? ეს დუბაის შოკოლადი ვით არის. ხო. სანამ დუბაის შოკოლადი ხდებოდა კონდათ ეს ისე რო თურმე ესე ბარსელონას შოკოლადი ყოფილა და მე გადაიდა. ეხლა ცხელი შოკოლადი გავსინჯე, მაგრამ ვითომ ეხლა პირველად ვსინჯავ. აუ, როგორი ბუნებრივი ხარ. არა, ძალიან გემრიელა, მაგრამ როცა სწავლია. ორბზანდით, მივიდით. ამასაც გავსინჯავ, აი თვალი. მიდი აბა. რა არის?
ეგ უფრო კაია? ჯუმია. ხილები მიყვა. მაიცა. ეხლა ვერ მივიდივართ აი ლამაზ შენობასთან შორიდან დავთქმეთ. ძალიან ლამაზია და აი ეს რაღაცა ტრიუმფალური თაღივით არის რა. შეიძლება ტრიუმფალური თაღიც იყოს ამათი. ესეც ძალიან ლამაზი შენობაა просто აი ეხლა აქ მარათონი მიმდინარეობს ისევ გადაკეტილია და ახლოს ვეღარ მივიდი აი რაც შემიძლია. რაც შემიძლია რომ ახლოს მივიდე მივედი. ეს არის ბარსელონას ნომერი, აი არის რაღაც სასწაული, ძალიან კომფორტული, კოხტა, ლამაზია და სუფთაა. ეს დაიგო. რა ეს არის ბარსელონას ცენტრი კატალონია. ხო მეტი არაფერი არ ვიცი. კატალონია. არა, ცენტრისთვის ცოტა მოიგოჩნდეს ეს უკითხო. რაღაცა უფრო პომპეზურ შენობებს ვეროდებოდი. ეს კატალონიის მოედანზე ნახეთ რა ხდება უბრალოდ ათასობით მტრედია. ეხლა არისო წვიმიანი ხო. არისო არ მოდიხო, თორე ისო თლიანი მოედანი არის. იქნებ ხვალე გაგიმართლოს და მოვიდეთ, ნახეთ რა ხდება უბრალოდ. აი მე შეიძინე. ნუ გიქცევს. დედების მბრძანებელი ვარ. მოდი. განებეთო. ოლე ალბათ. მოვლენ. დედების მბრძანებელი ვარ. ხახა, გვინში კაცე მტრედების ძანებელი. წაღა რამდენი მოგდიოდა. მოკლედ მეგობრებო, თუ გინდათ რომ ბარსელონაში მშირები არ დაიხოცოთ, იყიდეთ ერთი ის რა ქვია, ფორბალი და ნახეთ რამდენი 1 2 3 4 5 6 უცბად ჩახოხბილი გამოიწია. ნამდვილად, ჩამტრედი. ნახეთ მოდია რა, ან უცბად რაღაცა. და კაი რაღაცა. მაგრად გავერთეთ. იმედი არ ჩავსკინდეს. იმედი. ეგ მაგას უყվ. შენი მეგობარი არის. რა ლამაზი ქუჩებია, სეირნობ და ტკბები. აი რა ვიცი, აი აქ როგორ უნდა იცხოვრო ადამიანმა სიამოვნებით. აი მე ნახე, შეხედე უბრალოდ. კარგია. ეხლა მოვედი კათედრალთან. ხა. აი პატარა ხოხტები აქ პატარა. მივალთ. ან მაიცლამაზია. წამოწა. მოვედი კათედრალთან. კათედრალთან და აი უბრალოდ ულამაზესი, აქ რომ არის ულამაზესი, აი ეს როგორ არ უნდა მოგიწონოს, ახლა დავცხებ TikTok-ებს, რავი, ტრენდებს, ვიდეოებს და დასამო. უბრალოდ ამ სეირნობაში ნახეთ, რა ვნახეთ არ ვიცი, მაგრამ ძალიან ლამაზი ხიდია. ეს? ხო, რა ხიდია, არ ვიცი? ძალიან ლამაზია. ხوار შევიდეთ. აი. იქეთი უნდა. აქ არ უნდა თითქოს. არა, ენტრანსზე. წამ. უბრალოდ რასი ლამაზია. ეს არის კათედრალის ეზო, რომელიც თურმე მხოლოდ დღეს არის, ალბათ კვირა დღეს არის. უფასო, თორე აქ ფასიანია შემოსვლა. და რასი ლამაზია ნახეთ. ამ სილამაზის შემყურე შემთხვევით კათედრალის ეზოში შევედით და რა ვეღარ გავაგზავნე ამით დათქმა, მაგრამ ძალიან ლამაზი ქუჩები აი. რომს მაგონებს რაღაცა, რომს არ გაგონებს რაღაცა ვარიანტში? ძალიან გავს აი ვიწრო ქუჩები, ეკლესიები და ძველი არქიტექტურა. მართლა ძალიან მაგონებს რომს. სულ ესეთი ჩიხები იყო. ჩვენ დედიკო რომ ერთხელ ეხლა სულ უნდა გადამეყო და წინ მიდგანან და ცოტა ხანში გადავიღებ. აი წავიან. აი ულამაზი კიდე სახელიც კი არ ვიცი რა არის, მაგრამ ძალიან ლამაზი კიდეა და სულია ჩემთვის მოვაგეთ. არ ვიცი, ქეთი შენზე არის ამ იმის რა ქვია, ხიდის სახელის გაჩიტვა რა. გაჩიტე და მივაწევოთ ქვემოთ, თორე აი ეს ვარ ნახო, რავი, წეხავს. წავით. ლალი ისე ვარ მოგწონს ბარსელონა, არა და აქ ცხოვრობ 7 წელია და ამ ქუჩებში ხო არ არის ნამყოფი და პლუს ამას არ მომწონს ოიძახის და აი ეს როგორ არ უნდა მოგწონდეს, ნახე სადაც სამწახვიდე ლამაზია. სამწახვიდე არ ვიცი ოღონდ.
სერნოვისის გადავაწყდით ფორთოხლის ხეს ან მანდარინის, არ ვიცი. ვერ მოვკბიჩავ ხა კი და ჩავონკრიფავ შორს არის, თორე ლამაზი კი არის. რა არის? რაღაცა იმას გავს. ჰარი პოტერში რო არის, ხო იცი? ჰარი პოტერში რო ის არის, რა ქვია, საყიდლების უბანი როა რაღაც მაგას გავს. ეს ჩვენი საგრადა, რომელიც ჯერ დასრულებულა. აი ხა დაველოდებით შუა დღემდე თუ არ და ეს ვიდეო იყოს რა. და ულამაზეს და უმაღლესია. ოკვნა რა კარგია, წამოვაქაცინე მხრიდან მივიდეთ. ესე ჩვენი საგრადე დე ფამილია, თუ რაც არის, ოღონდ ტების მხრიდან, სკვერის მხრიდან ბევრად უფრო ლამაზია. აი ამ სიმწვანეში და სილამაზეში. გავხელაა უბრალოდ. მოკლედ ძალიან ლამაზია აქაურობა, 9 მილიონი ფოტო გადავიღეთ. აღარ მინდა ვწავდეთ. მშვიდობით. მოკლედ, დღეს ვიყავით საგრადა ფამილიასთან. ძალიან ლამაზია და მასშტაბურია რა შეხედავთ. სუფარი შეგეკრა ესეა. ეხლა მივიდივარ კასა მილას. გზაზე ვართ, მაგრამ სხვა გზით ჩავეძლო და აქ არის ძალიან ლამაზი გამწვანება. და მოგვინდა აქედან გამოვშენოთ. შემდეგ უკვე ჩაგერთვებით კასა მილადან. რასამბობ! მოვედით კასა მილასთან. ეს იყო თურმე გაუდის რეზიდენცია. შესული არის Praise Heritage-ში რაღაცა სიაში, როგორც განსაკუთრებული შენობა ბარსელონაში. 1906 წელს არის, 6 წლიდან 20 წლამდე არის აშენებული. და რავი, ჩემი აზრით ძალიან ლამაზი არის. გასაკუთრებული. კარგი. მე მომწონს, ძალიან ლამაზია. მე შენ მომწონხარ ლამაზი ხარ. ეხლა მივდიოდით იაშის ზღვაზე რა, სანაპიროზე და შემთხვევით ჩინურ რესტორანში ჩამოვვალეთ და შემთხვევით ჩინურ რესტორანში ჩამოვალ არის. გარდაუვალი შესვლის ვარიანტია და შემოვედით და ეხლა გავსწრებთ. ხახას საყვარელი რაღაცებია, მაგრამ რატომღაც მე ვსინჯო პირველი. მეც გამასინჯე. ის გამასინჯე რა განა არ მიყვარს. ამდე რომ უნდა ჩავა. როგორ მე? კაი, ხა სუპი. სუპები როგორ მიყვარს? ეს არის chicken noodle სუპი. ის დამოღავებ, ჯერ უბერავდი, მე ესე რომ ჩავაწე. კი. აბა როგორი არის? მაგარი? ცხელია? აი ესეც მოვიდა და მეტი აღარაფერი მოდის. ეხა ეს უნდა იყოს რაღაც კალმარები და ეგეთ რაღაცები, ეს 8 ფეხას ფეხი უნდა იყოს. აბა კარგი. კაია. კარგია. ეს დამავიწყდა ბოდიში. ჯამაგარია. ამას გასინჯავ? არა, ყველას გასინჯო არ მინდა გამედით. დამიტოვე რამე privacy. Sanapiros de Barcelones. ასეთ პოპულარია. ძალიან ლამაზია მართლაც რომ. Lamazos Sanapiros. არა, შესვლით არ შევა. მომესევნა ჩავიდა და ახლა მქონდეს კარია ცოტა. რა, გავშევები. ბანაები აქ არის. კეთიმ ბურგერ კინგში მენიუ აიღო და ესეთი ქუდი აჩუქეს და დაიფარა და რავი ძალიან ტეხავს ხალხი გვიყურებს რა. ძალიან ტეხავს, რავი თქვენ ხო დამეტახოთ რომ არა ტეხავს. რა თქვი წაღან? ეს ხალხი ხუეზე რო არის მარცხენა მხარეს საუბარს. მიყურებ და მას თქვენ მიყურებთ კაბატონე ვერა ხართ მეთქის და კავებული ვართ სოფლში. გაგიჟდიო უთხრა. სულები ეს უთხრა.
შენ გიყურებდა ხო დაკავებული ხარ თუ არა? ასე მიყურებდი, გვერდზე გავიწე და მე იქით ეყურებოდა, მაგრამ მე მიყურებდა მანამდე. საღამო ხანი. საღამო ხანია და ჩვენ ისე მოვედით ამ სილამაზესთან. ოი, რა მაგარია. არა დღისი ჯობია რა სიტყვა შენ. რა თქმა უნდა, განათებული არ არის და ეგ არ მომწონს, იმიტომ რომ მე უფრო ისე ჯერ არ დაუსრულებიათ 5 დღეში დასრულებენ და განათება. 5 დღეში განათება ქოვრობა. მოვჭა ბარსელონა. გავასრულეთ სამწუხაროდ გამაგდაცობა. მეტი მინდოდა, მაგრამ არა უშე ხა. ძალიან კომფორტული მატარებლის მოდვართ მადრიდში. იქნება ყველაზე მეტი დღე სამწუხაროდ 4 დღე. აი, გავერთობით და სამწუხაროდ რატო იქნებ მოგწონს? ბარსელონაც არ გეგონა რომ მოგწონდა, მაგრამ ხო მოგწონს. დავარაუდეთ სამწუხაროდ. აი, გავამწოთ და შეიძლება იქნება ამის. კაი, კარგი იმატარებელია, კომფორტული, კაი სიდენიები აქვს და სიდენიები. სავარძლები. რა ხდება, ბოგონა, რა გაურკვევლობაში ხარ? მე მგონი საქართველოში ჩამოვედი. რა? ხო. არა, ორთ მადრიდში? არა, რა ქართული წარწერები არის. რა ხდება ეს? რა შუაში ეს არა დროს არ უნდა მომხდარიყო. ვინმე გადახტა? ხო არ გადავხდეთ ჩვენს. ეს არასოდეს არ უნდა მომხდარიყო, იცოდე. კარგი ხო. შემოსახლდით მადრიდში სასტუმროში და აი ძალიან კარგია, მაგრამ ერთი უბედურება გვაქვს. ცალ-ცალკე ვარ და ვიტირებ ეხა. პოკუნა უშენოთ, არ მინდა ცხოვრება. თავს მოვიკლავ, ეხა გადავხტები ამ ფორტოჩკიდან. ფორტოჩკიდან გადავხტე. აუ და ბოკენ. აი. მამასია. ლამაზია? მამასია. უი, რა ლამაზი არის. უნდა დავიხაროთ ხოლმე. არა, ასაწევი არის. რა ლამაზია. უკეთესი ქონია. ეთახა არ გვჭირდება. ლამაზი ცერკვია. ფუში. ლამაზი ეკლესია. ფუში რა თქვია? მოვიწყდა. მოვედით სასტუმროდან და ეხლა ვეძებ სად ვჭამოთ, მაგრაკშია და კეთი რაღაცას დასერჩავს, აბა ნახოთ რამე კაი დავარქე. ევროში. რა 4 ბურგერი, სრიები, კოლები, სტრიპსები უთ რაღაცა და მაკის გემო კი იცით აღარ მოგიყვებით. ის არის, არ არის გარემო სუფთა და ძალიან გამიკვირდა. ხო, ახლა. ხო. ნუ კემრერი კი იქნება წესით. მაგრამ გაგვიწმინდა როგორც აღმოჩნდა ჩემი კურსი აპარებს წვიმის წყალს სისველეს და ეხლა უნდა დავუყნეთ სასტუმროში. კეთუნამდა მე გადავწყვეტეთ რომ უბრალოდ დავიოთ რა ლიდერში შევასახა რაღაცა ვიტყვით და ლუდებს დავლებ. ან შეიძლება რა უფრო მძიმეც დავლებ რა. ძიმე. ხალხო უყურე ჩერი რაღაც. არ ყოფილა თურმე ჩერი წვირი. ეს ნახე რა ლამაზი და ეს ვაფშე რაღაცა სწავლია. მეტად როგორ გემოგი. მოკლედ ჩერი კიდეთ არ ყოფილა წვირი. მოკლედ უკვე დასაწვევად ვართ მზად, ჯერ ადრეა, მაგრამ მაინც და კეთება ბოქსინგი გავაკეთოთ და გავაკეთოთ. ეს არის ნაყენი, შეფუთოთ ვიყიდეთ 6 ცალი, 2 ცალი ეგრევე გავასუხარეთ აქვე. რომ მოვით, მე გამოვღონდო ამ ბოქსინგი გავაკეთებინა. ეს რავი კრუასანები რაღაცაა რა. ძალიან დოხვიერ ჩემთან. საგზლად ვიყიდებ. ჰა? ვიყიდებ. ჩიპსი. ამიგარის ცხოვრება შენი მო. ეს ავერაუდოდ მე იყო შამპანური, დღეს დალევას ვაპირებთ. წინ ნაჩვენეთ. მარწყვის შამპანური. აგი არის მაგნეზიუმი და კოლაგენი. მაგნეზიუმი, კოლაგენი, ეს კაი რაღაცა უნდა იყოს. ეს დავდეთ საფარდულში ჩავთ. ეს არის ძეხვი. 5 ცალი ვიყიდეთ ესეთი. სასაჩუქრად. ხო, აი, ჩო. ეს არის გემრიელობა. როლებანი არის. როლებანი. აი ეს ზესუმზი რა 10 კილო. ეს გუშინ გავსინჯე მარწყვის და 9 ლიტრიანი. 500 გრამიანია რა ვიცი. კარტკები 6. იოგურტი არის. 1 და 10 ცენტი ისე გაიქვეთ. ლუდები 1 2 როგორ მეშინია ცუდად არ გახდეს? 3 ტელეფონში მეხსიერება გამიწოდა. 5 ლუდი იყო და ბოლო არის აი ეს. და აი ეს ყველაფერი დაგვიშთა 32 ევრო. Yes. 32 ევრო რომ გადაამრავლო, მაინც 90 ლარი ხო არის? მაინც
იაფია. Ну, საქართველოს პირობებზე. ამას შემდეგ ერთი 5 ლარს ხომ მიცემით შიფში. შამპანურია ეს ერთი 30 ლარი იღირებოდა ასე რა. ეს ერთი 5-6 ლარი არის. დავხოთ. ჩავმოვიდეთ ევროპაში სასწავლებლად. მოკუნა. მადრიდის კათედრალში, სადაც აი იქ უნდა ავიდეთ ხა. ამაზე ამ მგონი ოქროა. გასავა. ვარც ეს ამას შეგვიძლია იმედი დაეწერო, იმიტომ რომ არის ცოტაც. აი და ამაზე ამაყված. თავავიდეთ. აი ავდივართ იქ. ძალიან ლამაზია, შეიძლება ოქროს იყოს არ არის გამორიცხული. უბრალოდ შეხედეთ. ლამაზი კედები. ეს ყოფილა მეფის სასახლე. ძალიან მაგარი ვიდი აქ. მაგრამ ძალიან გრძელი ის არის. რიგი არის რა და დავით ცოტა ხანი იქით გავისაინოთ, კაი ხედები ჩანს. სურათებს გადავიღე და იმედია შემჭირდება ცოტა ხიდი კი არა რიგი და შევალთ. ეს არის ხედი ქალაქზე. მე რამე უფრო მაღლიდან და ლამაზ ველოდებოდი. შენ რა სიტყვი? ბაქოში უფრო ლამაზი იყო. აჰა, გააბანძა უცებ მადრიდი. წავით რიგში ჩავდექთ. მეფის სასახლე დავიგეთ, ისე დიდი რიგია. აღფერა შეცვლა, ხო? ეხლა წავიდეთ. ეხლა ნახოთ და გეტყვით. ოკეი. მოვედით ტურისტულ ადგილას, სადაც არის ორი სანახავი. ერთი არის მოედანი, მაიორის, რაღაცა ესეთი ქვია და ერთი არის როგორც ეს არის მერკადო, ხო ეგრეა და ეს მოედანი. ეს მოედანი და ეს არის როგორც ბაზარი ორბელიანის სტილი, საჭმელების არის შემდგა. პატარა ბაზარის ვიღაც არის და ესეც სანახავი და სიაში არის. წამო ჯერ აქ დავიწყოთ. ეს არის მაიორების მოედანი. ნაწილობრივ ჩემი მოედანიც გამოდის ეს, იმიტომ რომ მეც პატივცემული მაიორი ვარ. ამ პატივსაცემი უფრო სწორად. ხა ჩავდივართ რომელიღაც ლამაზ ქუჩაზე, არ ვიცი. პლაზა მაიორიდან გამოდივარ და გავდე გალე დე ტოლედოს. ტოლედოს. ლამაზია ძალიან. ეხა მერკადო თუ რა. მერკადო იქით იყო. ხო, მან წავედ ეხა. იქით იყო, მაგრამ მივარ. ლატონეროს ქუჩაზე მოვით რაღაცა მოედანზე. ლამაზი მოედანია და პირად ნახე დაანგრეული შენობა. ანუ შენობის დაანგრევები ეს ლამაზად გამოიყურებოდეს. ოჩა. ცოტა შორიგზიდან მოვით მერკადოში. მერკადო დე სან მიგუელ. ეხლა განახებთ შიგნით და რა ხდება. ზღვის პროდუქტებია. ოი, და ზღვის პროდუქტებია. ლამაზი შპაშკებია. რაღაც მსგავსი რაღაცებია. ეს რაღაცა გურამის უყურს. თასიჯის სოსისები და სარდელები და რაღაცა მსგავსი რაღაცებია. ლამაზად გამოიყურება რა. კრუასანიც და კრუასანიც ეს რა სილამაზია რა არის. აი მე რა ჟელესავი წვენები გაზდის ახლა ეს უნდა გავშინჯოთ. რა ჯუქელი გაცრავოთ. აი ახლა ხახა სინჯავს. ლიმონი ჩააწურე. არ ვიცი, იმედია მომეწონება. მიგრაც ხდება. ავალი გული არ ამეძებს. რატო ვიქნი ისეთ განწყობას რო ეგ უნდა შლუპ ეგრევე ჭამ. ხო. მოძრაობს არა. ხო. სუნკაი ლიმონის. ლიმონი. არაფრის გემოარა აქ. ხო, ლიმონის და მალის გემოარა. რა ვიცი. კარგად მოაწურე პაკუნა. რა გემრიელია. მოძრაობს, ჩახსნილია. გამოიხედეთ ან მეც მიყურე ისე გააკეთე. ვიდი.
ხო არაფრის გამო არა? თევზის გამო. თევზის გამოც არა. ახლა სასისხრობა არ არის რა. მოკლედ რა ჩვენი რეკომენდაცია ცენტრში გადით და ფეხით იარეთ. ლამაზი მოედანი ხშირად გვხვდება რა. ძალიან ლამაზი. ლამაზი ქუჩებია კი ბატონო. ბარსელონის მადრიდულ სიმღერას ვქარი ვარ. ოლე, ოლა. ეხლა მოვედით ვიქტორიის რეკომენდაციით. საყვარელი სასათაუს ავიქარი რა. ოღონდ ნუ მასცია TikTok-ს თუ დავუჯერებთ და ნახოთ როგორ იქნება. კარგი. კეთიმ შოუკვეთა აი ეს. მე დიდი მეგონა. დაუძღებით ეხა. ჩააწე პური მაინც ჩააწე. არ მინდა ხოლესტერინები. შეაფასე პოპულა შეაფასე. აი რა მომწონს პატარა არის ძალიან, მაგრამ გემრიელია ძალიან. ნეტა რა ვერს. რა. ვიღარ კურს ნახევარ კურს ეს ვაწოთ ვაჩიმჩიმებ. კრევეტს ვადებ ზემოდან. ჩაჯებჭებებ კურსში. ცოტა სულსუბერად რომ არომატები გაიცნოს. კაია. სადა ვართ პაკონა? ეხლა მოვედით ბუენ რეტიროს პარკში, სადაც როგორც ამბობენ, ულამაზესი უნება, თავისი ულამაზესი ხელოვნებით. და რა ვიცი, ჯერ ახლა შემოვედით და ნახეთ. ნახეთ რა სიცოცხლეობა. სიცოცხლე. აი მე იღე პაკონა. ეს ჯოგჯოგებენ ლამაზად. ერთობიან ხალხის ეინობს ვარჯიშობს რავი, ისინებს კრიალებს თქმება ცხოვრებით. ისევ იმ პარკში ვართ კრისტალის სასახლესთან, რომელსაც სამწუხაროდ არ ემონტებენ, მაგრამ ზატო ნახე რა სილამაზია და იქით ნახე პოკონა გედთან არიან. წამოვიდეთ. ეს ჩვენი შავი გედი და იხუნიები. რა მაგარია. იბაკო ბიჭებო ხო არ ჩამოვიდეთ. სამხელა საზანები არიან. სავსე ახალობა საზანი. და შევიდეთ ამ მღვიმეში, სადაც ჩანჩქერია მეორე მხრივ იქნება ჩანჩქერი და აი აქეთ რავა. ეს ბუნებრივად შექმნილია, არ გეგონოთ ხელოვნური მღვიმე არ გეგონოთ. ეფინა, შემოვედით მღვიმეში, სადაც ლამაზი ჩანჩქერი ყואה. ვაშა. მოსლისთანავე კუკუები. ანუ ერთი კუარი კუ და ბევრი კუები არიან კუკუები. შესაძლოა იყო? ჰა. რამდენი კუკუები არიან? ეხლა შემოვედით პრადოს მუზეუმში, ეს არის ერთ-ერთი მასტი, რაც აუცილებლად უნდა ინახოს. ჯერჯერობით არ ვიცი რას ნახავთ, დასაგებული გვაქვს, დრო გვაქვს ჯერჯერობით. შემოსვლა ღირს 15 ევრო, თუმცა ჩვენ უფასოდ შემოვედით, რადგან საღამოს 6-დან 8-მდე არის შემოსვლა უფასო. ვაშა. მოკლედ დავდივართ აი ამ ბროშურის თანახმად. აი აქ ეს ბიჭები არიან მაგალითად სანახავები, ამას ნახულობთ. წამდგენ აქ ვინ არიან? გავოცდეთ 1623 წელს არის სავარაუდ შექმნილი. წავით. 1 საათი გვაქვს რომ და ყველაფერი უნდა მოვინახულოთ. ფოტო ტელეფონის გამოყენება აგვიგზავნეს ასე რომ მაქსიმალურად ვცდილობთ ჩუმად გამოვიყენოთ. ჩვენ ვერ ვკაიფოთ ეს რაღაცები, და თქვენ გაიფოთ რაღაც. გადაღებამდე მოვიწყოთ 14 ევროთ, მე და კეთი. ეს არ დაგავიწყოს ფორმული. მე და კეთი ჩავსვით 14 ევროთ. კეთი მე იყო ეს ბოქსი. მე არ და სახე აგვეხა. ხო გაიყო? რა ვიკაი. კაკოში. ჩაულებრივი შაურმების სტილი რა. ქიბაბ რაღაცას სახელებით ეძებეთ და იაფია რა თუ გევასებთ ეგეთ რამეებს. ავიმყოფებით ატოჩას სადგურზე, მეტრო სადგურიც არ და ისიც არის რა ქვია. რკინიგზის სადგური და აი ამის გამო მოვედით რა. შენობაში აქვთ
ამწვანება მოწყობილი და დაკეტილია ვერ შეხვალ. მაინც განათებითაც არ იგიჟებენ თავს. დღისით კაი იქნებოდა ალბათ, მაგრამ ამით აქაურობა მაგრა ბანძდება. ეს გარედან შევხედოთ. რა მაგარია. სასწაული. შევგეყოთ. მესამე დღეა ვართ მადრიდში, კიდე კაი დავგეგმეთ ესე რომ ამინდის მიხედვით კაი ამინდი ავარჩიეთ ქალაქში გასვლა, დღეს აშნელი ამინდა სავარაუდოდ იწვევს 98% ალბათობა მის რომ იწვევს და მივდივართ სავაჭრო ცენტრში, ნახოთ, ცენტრიც არის დაჟე. ქალაქია სავაჭრო აუთლეტების ნახოთ, აბა იქნება. ჩავჯერით ავტობუსში, პირველი ავტობუსი გავმაზეთ, იმიტომ რომ კი არ ვეწეოდი. ავედით ავტობუსში. იმიტომ რომ კარგად არ გაიგო პირველი თანხმოვანი რაღაცაში. ეს ჩასვლა. მოგეთავედით ავტობუსში გარედან აწერია 5 ევრო რა, წყალთან. მომივედი და მეგონა რომ 10 ევრო უნდა გადაგვეხადა 5 ევრო ხონდა და 100 ევრო რა. მივაწოდე 100 ევრო და ამდენი არ ამაქო. წავედ დავახურდავით ხო ყავა და რომ მივეკიდეთ. მივედით ისევ. ვაწვდი 100 ევრო, არა 20 ევროს ვაწვდი, არა ძალიან ბევრიაო და არ ამაქო და 5 ევრო და 5 ევრო 2 წელი 5 ევრო მქონდა და ტიპი ხურდას მაძლევ და დავხედე გვითარს 1 მილიონი 260 რა ჩემი 260 და ხორდა მივეცი, ანუ ის ხურდა ისედაც მეყარა რა 5 ევროს ხონდა და ის 20 თეთრიანიც 20 ცენტიანიც ხონდა, მაგრამ 40 ცენტიანიც რაც იყო. მაგრამ ის ყურებია. ვერ გავერკვი. არ მომაწოდეს სწორი ინფორმაცია. მოვედით აუთლეტების სოფელში, ხა დავედით თუ რამეს ვიპოვით, გაჩვენებთ. ერთი სათავისო რაღაცები მინახა. მოკლედ ამ აუთლეტების სოფელში, რაც მე მაინტერესებდა ეს Nike, Adidas და მსგავს რაღაცები არ არის. არის მარტო აი Versace, Gucci, Bossy, Prada და ეგეთ რაღაცები. ასე რომ ვუნდებით ისევ ქალაქში. რაც არის Nike, Adidas. ვეძებთ გრანვიას სავაჭრო ცენტრს და რაღაცა ესეთ ლამაზ მანჰეტენისებრ ქუჩაზე ამოვედით. აი ეს შენობა მithmedes რაღაცნაირად გავს. დღეს საკმაოდ ნაყოფიერი დღე მქონდა მე, ჩემმა ცოლმა დამასაჩუქრა, კარგად იქცეოდი ერთ დღეებრივ და დამასაჩუქრა ბევრი რაღაც რა. პოიცა ამოვიწყდი. ეს არის ბერშკას შარვალი, რომელიც ვიყიდეთ 14 ევროდ. 15 ევროდ. ესეც ბერშკას შარვალია. ასევე 15 ევროდ ვიყიდეთ. მე ჩავა. ბერშკას ყავის კურტკა, რომელიც ვიყიდეთ მე მგონი 50 ევროდ. არ მახსოვს. შოუკაია ჩემთვის კაი ხო შეგრო ეს დრამას კურტკა ყავის და შენ დაკეცშადე და ეს არის ზარას კურტკა ჯინსის ეს არის მე მგონი 60 ევრო გიდა ბედნიერი ხარ? ძალიან ბედნიერი ვარ რეკერტ და ის არის თან ტაქს ფრეებიც გავაკეთეთ და თუ გამოვიტანეთ რა მაგასაც გაგებინებთ ხო არა მივფრინავთ აქედან ტოვებთ ამ ამას დაგებრიეთ ქვეყანას ბარსელონა ჯობდა ხალხო მადრიდში არ ჩამოხვიდეთ თუ ბარსელონა და მადრიდ შორის არჩევანი აქვს თუ ორივე გაქვთ მაგას რა ჯობია ორივეგან წადეთ ესე ნახე მოგესალმება კარგი იყო სამი დღეში კარგი იყო უბრალოდ იყო ბარსელონაში მეორე ადგილზე მადრიდი დავახერხეთ მესამეზე ბიზანტი კარგი იყო არა დაგადრო დავუვეთ რეალობაში ძალიან ადვილად არა ეხლა გადავიდებით, გამოვიდებით, ეხლა 200 ავტობუსი ავჯდებით და всё. მერე თურქეთისკენ ჰერი. თურქეთიდან მერე შახში ჰერი, ხო? და კეთუნამ უნდა ატაროს მანქანა. აბა ხახა. როგორ ახარ? თურქეთში ჩამოვედით, ყველაზე დიდ თურქეთის აეროპორტში. ჰა. ძალიან ლამაზია, შუის და აეროპორტი. ორი რა ხელა ლამაზია. ცოტახაში ბევრხანში თბილისში ჩავალ და დავიწერეთ როცა ვერსაც ასე რა ძელი და თბილისში. ჯერ ვერ გიღებს. ერთ ბასანში ხო? როგორი საყარელი ხარ? როგორი საკარელი ხარ აბა ქენ? აი ესე რა იცი. არ ქნა. ჰა, მე მივხვდი რა მოხდა. ყველა შენ გიყურებ და შეგრცხვა? რა? ეგ ხო არის კი.
ჩამოვედით, დავბრუნდით. მორჩა ჩვენი ადგიანი მოგზაურობა თუ რავი რამდენი დღეც იყო. 10-იანი იყო. არ იყო მარტივი, მაგრამ არც რთული არ იყო არაფერი რა. რთულია რომ ამდენი ხანი სახს მოშორებული ხარ, დიდი ხანი გასული ხარ და მარტივია რომ გაიფობ რა, გაიგაცმორება. ხდები რომ რა ბედნიერი ხარ. როცა უცხოეთში ხარ. ასე რომ ყველა მიმოგზაურეთ, მithumetes ევროპაში მიმოგზაურეთ, რომ ნახოთ რა არის თურმე ცხოვრება, რა ყოფილა თურმე ცხოვრება და როგორ უნდა. ძალიან კარგი იყო. ძალიან ვიგულავეთ ბევრი. ძალიან ყველაფერი ძალიან კარგად წადიოდა. არაფერი არ გაფუჭებულა. ყველაფერი კაი იყო. ფიფრინავიც არ ჩამოვარდა. ფიფრინავი არ ჩამოვარდა. ქალმა გვატარა ბოლოს. როგორ გვატარა ქალმა? აი, ამაზე ვერ ვილაპარაკებ.